კოლეგებო, გვაქვს კვორუმი, შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, მივესალმები საზოგადოებას, რომელიც უყურებს დღევანდელ ჩვენს კომიტეტს. დღის წესრიგით სულ ერთი საკითხია გათვალისწინებული, დაჩქარებული განსახილველი ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სხვა კანონ პროექტებთან ერთად. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე? მადლობა. გთხოვთ ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, კერძოდ გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. კოლეგებო, მინდა მოგახსენოთ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები იურიდიულ დეპარტამენტთან და საკანონმდებლო ტექნოლოგიის თვალსაზრისით დაზუსტებების და შესწორებულ ტექსტს წარმოგიდგენთ ხვალ პლენარული სესიის დროს მოხდომილ გახსოვებისას. მადლობა ბატონო ირაკლი, ჩვენ ვავაგრძელოთ მუშაობას საღამოს განმავლობაში და შემდეგვე დაზუსტებული ტექსტი იქნება პლენარულ სხდომაზე წარდგენილი. კოლეგებო, სხვა მოსაზრებების კითხვების შენიშვნები თუ არ არის, შეგვიძლია რომ განხილულად ჩავთვალოთ აღნიშნული კანონპროექტი. გთხოვთ დავბრძანეთ ბატონო ირაკლი. ჩვენ განვიხილოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. შესაბამისად, კოლეგებო, ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროთ მეორე მოსმენით ამ დათქმით, რაც ბატონმა ირაკლიმ განაცხადა. მადლობა. საკითხი გადაწყვეტილია ერთხმად. შესაბამისად, ჩვენი კომიტეტის სხდომაც დასრულებულია. მადლობა ჩართულობისთვის და მუშაობისთვის.